15-ვე პირი, მათ შორის კოლუმბიის კონგრესის წევრი დაიღუპა ქვეყანაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. სამთავრობო ავიაკომპანია სატენას კუთვნილი მცირე ზომის სამგზავრო ბორტმა აფრინიდან რამდენიმე წუთში სადისპეტჩერო სამსახურთან დაკარგა კავშირი. მოგვიანებით კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნორტე-დე-სანტანდერის პროვინციის ხელისუფლებამ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აცნობა, რომ თვითმფრინავი მთიან ზონაში ჩამოვარდა. როგორც კი შევიტყვით თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ, 30-ე ბრიგადის სამხედროებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა შესაძლო სამუშაოს ჩატარება. მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავი კოლუმბიის სამხედრო საჰაერო ძალებთან, რათა გვეპოვა ეს თვითმფრინავი. სამუშაოებში ჩართული იყვნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები და საზოგადოებრივი კომიტეტები. თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ჯარების განლაგება, როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში. ავიაციის საჰაერო თავდასხმის დივიზიის, კოსმოსური საჰაერო ძალების მონაწილეობით და ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ მოახერხეთ შემთხვევის ადგილზე მიღწევა და მისი დაცვა, რათა სამოქალაქო ავიაციის ორგანოზე დამოკიდებულ სამაშველო სააგენტოებსა და ტექნიკურ სააგენტოებს შეეძლოთ ადგილზე შესვლა და შესაბამისი სამუშაოების დაწყება. ამ ძალისხმევას უზრუნველყოფთ ბოლომდე, ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრისთან ახმადა უსაფრთხოების ყველა შესაბამისი პროტოკოლი ამოქმედებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები.